რა არის პოეზია? პასუხი არის ცალსახა. მე რა თქმა უნდა წარმოდგენა არ მაქვს რა არის პოეზია. თუ იმე შეუძლია რომ პოეზიის განმარტება მოიტანოს, აუცილებლად იტყუება და ცდილობს მასაზე ითამაშოს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა ამ მოვლენაში, რომ არ ვიცით რა არის, წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ ვიცით რომ აუცილებელია. და ამის გარეშე ყოფა არ შეიძლება. ბევრი რამის გარეშე შეიძლება წარმოდგენილი გქონდეს ჩვენ სამყარო, მაგრამ პოეზიის გარეშე მე მაგალითად სამყარო არასდროს წარმოდგენილი არ მაქვს. და თუ მექნებოდა მცდელობა, გონია რომ გავს ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ როგორც კონტინუუმის შემთხვევაში დრო სივრცის და სივრცე მატერიის და მოკლედ ეს სამი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ასევე მგონია რომ სამყარო პოეზიის გარეშე არ არსებობს. რადგან როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, ჩვენ ვიცით რომ ამბობდა. ქმნას ნათელი ამის ყველაზე დიდი სიმბოლური და მეტაფორული გამოვლინება. მაგრამ საინტერესო ისაა, როგორ ჟღერდა ეს ყველაფერი ყურისთვის. თუმცა ესეც საინტერესოა, რომელი ყურისთვის. სულის ყურისთვის, გონების ყურისთვის, რა არსებები არსებობდნენ მაშინ, ვის ესმოდა და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმე შეეძლო რომ ეს ყველაფერი მოესმინა, ძალიან საინტერესო იქნებოდა როგორ ისმოდა. ჩვენ ამას აუცილებლად პოეზიას დავარქმევთ. თუ შეგვიძლია რომ უამრავ განმარტებათაგან, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ამოწუროს პოეზიის განმარტებას, უამრავ მცდელობათაგან ერთი პატარა მცდელობა ასეთიც იყოს, რომ პოეზია არის ღმერთის საუბარი. ან სხვანაირად რო ვთქვათ, ღმერთის ენაზე საუბარი. რადგან კიდევ ერთი პატარა არასრული განმარტებით შეგვიძლია პოეზიას უწოდოთ ღმერთთან საუბრის დაუოკებელი კადნიერება. ან ღმერთთან საუბრის დაუოკებლობის კადნიერება. რადგან ამ განმარტებით, რაც ხა ბოლოს მე ვთქვი, პოეზია აუცილებლად უნდა იყოს სახარებისეული. და რატო? სახარება არის ერთადერთი აზროვნება სამყაროში, რომელმაც ადამიანი ღმერთის მონობიდან ღმერთის შვილობამდე აიყვანა. და სახარებისეული სწავლებით, როცა ადამიანი ლოცულობს, იმავდროულად, როცა განიცდის, რომ ძალიან დაბალი და ცოდვილია, იმავდროულად უნდა ქონდეს უდიდესი კადნიერება, რომ ამ ცოდვილმა თავი მაინც ღმერთის შვილად ჩათვალოს და ღმერთს როგორც მამას ისე ლაპარაკოს. თუ რომელიმე პოეტს მოусმენთ, განურჩევლად ეროვნების, დროის, როცა იცხოვრა და ასე შემდეგ. ჩვენ ვერც ერთ პოეტში ვერ ვნახავთ ასე ვთქვათ, იმ უკადნიერობას, რომ თავს ღმერთის შვილად არ თვლიდეს და მხოლოდ მონის სათქმელიდან საუბრობდეს. პოეზიას ცალსახად აქვს ეს კადნიერება. როცა ამ კადნიერებაზე ვსაუბრობთ, ღმერთის შვილობის კადნიერებაზე, ცალსახაა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პიროვნული მეს გაგების, გაცნობიერების და აღიარების გარეშე ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. პოეზია და მე, ისევე როგორც პოეზია და სამყარო, გარკვეული მხატვრული გაგებით, ვფიქრობ ერთი და იგივეა. პოეზია და მე ცალსახად ერთი და იგივეა. პოეზია ყველას მე არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, ვისი მეც პოეზია. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სიორენ კირკეგორის იდეალური მეტაფორა პოეტის შემოქმედებასთან, ანუ პოეტის ხმოვანებასთან დაკავშირებით, როცა იგი პოეტს ადარებს დასასჯელად სპილენძის ხარში ჩასმულ ანტიკურ დამნაშავეს. როცა დამნაშავე ყვირის, ტკივილისგან იტანჯება
ხოლო ის მოწყობილობა, სპილენძის ხარი ამ ყვირილს გარე სამყაროში უშვებს როგორც მუსიკის ხმას, მუსიკალური ინსტრუმენტის ხმას. კიერკეგორი ზუსტად ასე თვლის, რომ პოეტის იტანჯება ყვირის, მაგრამ ისეთი მექანიზმია თვითონ ეს პოეტი, რომ მისი ეს ყვირილი და ტანჯვა გარე სამყაროში, ზე სამყაროში გალობის ანგებად ამოდის. სხვა შორის საინტერესოა არასრული, მაგრამ ნაწილობრივ აღმოსავლური გაგება ამ კონტექსტში პოეზიის, რომ ეს არის დუმილი, იგივე ღმერთის ენა. ესეც ძალიან საინტერესოა. შეიძლება იწინააღმდეგებოდეს იმას, რაც წერან გამოთქვით, მაგრამ ეს პარადოქსი და შეწინააღმდეგება და ერთმანეთთან ვერ თავსებადობა თვისებების თუ მოვლენების მაინც ჩვენი სამყაროს ნაწილია. და თუ რაღაც ერთმანეთში არ თავსდება, ეს ყველაფერი ამ სამყაროსთვის არის შეუთავსებელი. როგორიც არის ეს სამყარო, ისე ვფიქრობთ ჩვენს. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა სამყაროსთვის, რომელიც უფრო დომინანტია სამყაროებს შორის, შეიძლება საერთოდ არ იყოს შეუთავსებელი. ანუ რატო შევეცადეთ ხა ხელა წრე მოგველო ამ პატარა საკითხისთვის. დასკვნა ასეთი უნდა იყოს. მარადიული, მიღმიერი და საიქიოს გაგებით, რა გაგებითაც აუცილებლად უნდა გაიგოს პოეზია, რამდენადაც ვერ თავსდება ისე განმარტება ჩვენი სამყაროს საზღვრებში. პოეზია არის ღმერთის ენა, რომელიც იმავდროულად არის კადნიერი დაუოკებელი საუბრის ყვირილიც და აბსოლუტური მდუმარე მდგომარეობას. როცა ადამიანი საერთოდ ხმას არ გამოსცემს არც ბიოლოგიური და არც სხვა გაგებით. ძალიან გავრცელებულია პოეზიაში ერთი ვფიქრობ შეუმჩნეველი მოვლენა, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ წერლებს ძალიან უჭირთ თავისი ნაწერის პირველი შესავალი ნაწილის შექმნა. ეს მოვლენა სავარაუდოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ პირველი ნაწილის შექმნით, აი პირველი სიტყვებით, პირველი წინადადებით, დასაწყისით ზოგადად ადამიანი ქმნის იმ მუსიკას, რომელი მუსიკის კალაპოტშიც უნდა მიედინებოდეს შემდეგ მთელი მისი ნაწარმოები. და ერთი და რამდენიმე ნაწარმოები, როცა ასეთი კალაპოტი უკვე არსებობს, იმ მთელს შემოქმედებას აძლევს კალაპოტს, რომელსაც ის ადამიანის სამყაროს უტოვებს. და შეუძლებელია, რომ ეს მუსიკა, რომელიც ადამიანს გააჩნია, მისი მესგან გამომავალი მდინარე არ იყოს. ზუსტად ამას გულისხმობდით, როცა ვამბობდით ცოტა ხნის წინ, რომ პოეზია იდენტურია ადამიანის მესი. ანუ ადამიანი არ ქმნის პოეზიას. გაუგებარია აბსოლუტურად რას ნიშნავს ობიექტურად მოაზროვნე პოეტს თუ შეეკითხები, როგორ შექმენი ესა თუ ის ნაწარმოები. შეუძლებელია პოეტმა გითხრას, როგორ შექმნა ნაწარმოები. ეს არ არის არც გალამაზებული ფრაზა, არც კარგი შენიშვნა, ან რაიმე მსგავსი დამსრობილი განმარტება. ეს არის ყველაზე ამაღლებული მოვლენა, რამდენადაც დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ ყველაფერი ნამდვილი და აუცილებელი და მარადიული განუმარტავია. ასევე განუმარტავია ზუსტად ეს მოვლენაც. რანაირად ხდება, რომ არასდროს შემოქმედმა არ იცის რა შექმნა, რატომ შექმნა და როგორ შექმნა. ამაზე შეიძლება ისაუბროს, მაგრამ ამის პასუხს ვერ მივიღებთ. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად შეუძლებელია ამის განმარტება, ამის წარმოდგენა, როგორ ხდება, რომ ადამიანი რაღაცას წერს და არ იცის, როგორ შეძლო ამის დაწერა, რისთვის შეძლო და ყველაზე მთავარი, რატომ. ადამიანი ზის რაღაცას, ტექსტს ქმნის, სიტყვებს ერთმანეთს ურითმავს და რო კითხო ადამიანს, რომ რატო გააკეთე ეს, მით უმეტეს ამის გამო ბედნიერია და უნდა რომ მთელ სამყაროს აჩვენოს. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ დღის და თვის და წლის ამ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ იგივე შეგრძნება არ გვიჩნდება. რატომ უნდებათ ხოლმე პატარა ბავშვებს თუ დიდ გენიოსებს ყოველთვის შეფარულად თუ პირდაპირ მთელ სამყაროს აჩვენოს, როცა რაღაც დაწერა. ამაზე პასუხი, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ჩემი პოეზია არის ღმერთთან საუბრის დაუოკებელი კადნიერება, როგორც უკვე ვთქვი. მე არ ვიცი რა დავწერე და ამას მისთვის არ ვამბობ, რომ რაღაც განსხვავებული პასუხი გამომივიდეს, რადგან ამ შეკითხვას უსვამენ ყველა ავტორს და შემოქმედს, ვისაც რამე დაუწერია, დაუხატავს, გამოუძერწავს, დაუდგამს სცენაზე.
ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნებდა. სოკრატესავით უნდა გამომივიდეს ეს პასუხი. სოკრატე იცის, რომ არაფერი არ იცის, ზუსტად იმავენაირად უნდა გიპასუხოთ, სხვა გზა არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა დავწერე. ამის კაი არგუმენტი, ერთ-ერთი კარგი არგუმენტი ამის ის არის, რომ ჩემს ნაწერს όσο ვკითხულობ, საერთოდ ვერ აღვიქვამ თავს მის ავტორად. ყველაზე მეტად იმის გამო, რომ ყოველ წაკითხვაზე სხვადასხვა და ერთმანეთის გამომრიცხავ ინტერპრეტაციებს ვაწყდები ჩემს თავში. ჩვეულებრივად, როგორც სხვა გარე ადამიანს ვიფიქრია, რატო დავარქვი სახელი, რაც დავარქვი, ან თელს კრებულს, ან კონკრეტულ ნაწარმოებებს მასში, ან საერთოდ რატო გამიჩნდა სული, რომ 19 წლის ასაკში ამდგარიყავი და დამეწერა რაღაც ტექსტები, რომლის განმარტებაც ავტორისთვისაც ამ კითხვისას წარმოუდგენელია, რადგან უდიდეს მისტიურ ამოუხსნელ სიუჟეტებს შეიცავს, აბსტრაქტულ სიუჟეტებს, რა თქმა უნდა. და საერთოდ რისი გაკეთება მინდოდა ამით, ერთადერთი რაც მასში იკითხება ამის შესახებ, ამის პასუხი თუ შეგვიძლია ამოხსნათ, ეს არის მე ღმერთთან საუბარი მინდა. და ღმერთთან საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ამის დაუოკებელი წყურვილი არსებობს. შეუძლებელია ღმერთთან ისაუბრო, როცა შემთხვევით მოგინდა და მოდი აბა შევიარეთ და ღმერთს ვესაუბრებ. ეს არის ცირკი. ხოლო როცა აი როგორც აბრაამს ეკითხება ღმერთი ყველა გამოცხადების წინ თითქმის აბრაამს ადახარ და მისგან ელის მხოლოდ ერთადერთ პასუხს აქავარ უფალო, ზუსტად ეგეთი განწყობა უნდა იკითხებოდეს ადამიანისა, როცა ღმერთთან საუბარი უნდა. ღმერთთან საუბარი ნიშნავს ღმერთთან საუბარს და არა დამდგარ საუბარს. რადგან როცა ღმერთთან საუბარი გინდა, შენი სულიერო ღმერთმა მოგისმინოს. ამიტომ არ წყვეტ კარზე ბრახულს და თუ რამით შეგიძლია ყველაფრით ლაპარაკობ. შენი დროით, საქმით, სულიერი მდგომარეობით, სიტყვით, მოქმედებით, ფიქრით, აბსოლუტურად ყველაფრით. ამ დროს ხდება ადამიანი, აქვე კომენტარის სახით გავაკეთოთ, ამ დროს ხდება ადამიანი ყველაზე თავისუფალი, რადგან ის განაგებს ყველა ზემოთ ჩამოთვლის და არა მხოლოდ ამათ. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი განაგებს ადამიანს და ადამიანი თავისუფლებას კარგავს. და რადგან ასეთია ღმერთთან საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ნაწერები ნამდვილად ღმერთთან საუბარია. იმიტომ რომ იქ ისეთი რა ვიცი, ჭვალვები არის გადმოცემული, როცა წავიკითხე, ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო. რომ ადამიანებთან ასე ჭვალვით არ საუბრობ. ადამიანების, არც ერთი ადამიანის წინაშე არანაირი მოთხოვნილება, ვალდებულება, რაიმე მსგავსი არ მაქვს, რომ მთელი არსებით ველაპარაკო, ოღონდ ჩემი შეისმინოს და ასე შემდეგ. ადამიანებთან ურთიერთობა გაცილებით უფრო ლაღია. რადგან ადამიანი თუ არ მოგისმენს და წავა, ამით სამყარო არ დაინგრევა. სოქს გონია რომ ინგრევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამყარო არ დაინგრევა. მაგრამ თუ ღმერთი წავა სუბიექტურად, ობიექტურად, ნებისმიერი სოფხედვით, ფილოსოფიით, გადმოსახედით და ყველაფრით, სამყარო დაინგრევა. აუცილებლად დაინგრევა. შესაბამისად, ღმერთი ადამიანმა არ უნდა გაუშვას. და ჩემი პოეზია ვფიქრობ, რომ ეგეთი სიტყვების, ფრაზების და ფორმებისგან შედგება, რომ ლირიკული გმირი ავტორი ეჭიდება ღმერთს კალთაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვას. რადგან მან იცის, რომ ერთადერთი რასაც იმსახურებს, ზუსტად ღმერთის მისი ცხოვრებიდან წასვლა. თუ ლექს შევხედავთ, ასე ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი საშუალება, ზნეობრივი აღზრდა მხოლოდ იმისთვის არის შესაძლებელი, ვინც ამისკენ მიდრეკილია, ვისაც უნდა რომ ზნეობრივად შეიცვალოს, ამაღლდეს. და როცა ადამიანს უნდა რომ ზნეობრივად ამაღლდეს, მისთვის ყველაფერი, მათ შორის სხვისი უკიდურესად უზნეო საქციელიც ამის კარგი მასწავლებელი იქნება. და პოეზია ისევე როგორც სხვა ყველაფერი, მშვენიერი ინსტრუმენტია ზნეობის სასწავლად, არაჩვეულებრივად გამოსაყენებელი. მაგრამ მე ვიცი პოეზია, რომელიც უზნეობას ქადაგებს. მე ვიცი პოეზია, რომელიც ზნეობას საერთოდ აუქმებს. ამიტომ მე იმთავითვე შემიძლია ვთქვა, რომ პოეზია არ არის ზნეობის სინონიმი, ან რაიმე მსგავსი. პოეზია არის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი, ზებუნებრივი ინსტრუმენტი. თუ კი ვინმეს უნდა რომ ყველაფერი გამოიყენოს თავისი ზნეობის ასამაღლებლად და გახდეს დიდი ადამიანი, პოეზია მას ძალიან დაეხმარება და ის პოეზიის მადლიერი დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ არ მგონია რომ პოეზია ზნეობის სინონიმი იყოს, რადგან უზნეო პოეზია შეიძლება დღეს უკვე უფრო მეტია სამყაროში ვიდრე ზნეობრივი.
თუმცა თუ ზნეობრივ პოეზიის მიერ ზნეობრივად აღზრდაზე ვსაუბრობთ, ილია და ვაჟა, რა თქმა უნდა, უსწავლის შემდეგ ჩვენს ქართულ კონტექსტში ამის იდეალური მაგალითები არიან. ეს არის ავტორები, რომლებსაც შეგიძლია შვილი ჩააბარო და ისინი გაგიზრდიან შვილს მორალურად, ზნეობრივად. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ამიტომაც არიან ისინი დიდები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იდეალური რიტმები ან მითოსური სიუჟეტები შეკრეს. შესაბამისად, ზნეობა და პოეზია ერთი მზის სხვადასხვა სხივებს უფრო გვანან, ვიდრე ზუსტად ერთსა და იმავე ფრაზას. სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთს იდეალურად ემსახურება. ისევე როგორც სიყვარულისგან არ უღმერთისგან გამომავალი ნებისმიერი სხვა სათნოება. პოეზიას აქვს ერთი ძალიან დიდი ღვთაებრივი თვისება, სხვა ბევრ თვისებასთან ერთად. ეს არის სიფაქიზე. რაც უფრო დიდია პოეზია, მით უფრო ფაქიზია. გავს ძალიან აზროვნების პროცესს, როცა ადამიანი აზროვნების და ლოცვის პროცესსაც მათ შორის, როცა ადამიანი აზროვნების მომენტში დიდ სიღრმეებში ჩადის, მისი მდგომარეობა უფრო და უფრო ფაქიზდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ უფრო და უფრო უწყინარი ხმები ან რეაქციები მის ირგვლივ მასზე უხეშად მოქმედებს და ის ამ პროცესისგან გამოყავს. ზუსტად ასეა პოეზიაც. რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს პოეზია, მისი სული უფრო და უფრო ფაქიზდება და თუ შედარებას გავაკეთებთ, სად უფრო არის ღმერთი, სიფაქიზეში თუ სიუხეშეში, პასუხი ცალსახაა და გაცემასაც არ საჭიროებს. სიფაქიზე არის უდიდესი მშვენიერება. მშვენიერება როგორ თქვა, მშვენიერებაც ღმერთის ის ნაწილია, რომელიც აუცილებლად მსხვერპლს მოითხოვს, რადგან რაც მშვენიერი ადამიანს უყვარდება და რაც გიყვარდება, იმისთვის აუცილებლად მსხვერპლი უნდა გაიღო. რადგან ამ დოზით არის საქართველოში პოეზია, სიფაქიზე და მშვენიერება. საქართველოს თავისი წილი გაიღო ამ ყველაფრისთვის. ტიციანტაბიძე ამაზე ძალიან კარგად წერს. ვინ თქვა, რომ საქართველოს მსხვერპლი არ მიუტანია მშვენიერების სამსხვერპლოს. თანამედროვე სამყაროში რამდენადაც პოეზია შეფერხდა და შეყოვნა, იმდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე სამყარო სულიად ფაქიზი არ არის. არც დიდად მშვენიერებისკენ არის მიდრეკილი. მშვენიერება სავარაუდოდ სხვა ცნებებმა ჩაანაცვლა, მაგალითად როგორიც არის სიმარტივე, მოქნილობა, პოპულარობა, სხვისთვის საჭიროება, როცა ადამიანს უნდა რომ სხვისთვის საჭირო იყოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ჯაჭვზე არ ვისაუბრებ, დიდი ჯაჭვია და დღევანდელ სამყარომდე და მდგომარეობამდე მიგვიყვანა ამ ჯაჭვმა. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ცხადია, რომ დღეს პოეზია პოპულარული არ არის, რადგან ხალხს პოეზია ისე აღარ აინტერესებს, როგორც ადრე აინტერესებდა. ამის მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, რატომ გაუხეშდა ასე ყური თუ სული, რომ პოეზია საჭირო აღარ არის, მაგრამ მადლობა ღმერთს არიან დღესაც პოეტები. ანუ თუ პოეზია გადასარჩენია და დღეს პოეტები არიან, მაშინ ვინ უნდა გადაარჩინოს პოეზია, თუ არა იმ პოეტებმა, რომლებიც დღეს იბადებიან და მოღვაწეობენ. ამიტომ თუ ადამიანმა კალამი ხელში აიღო, მან ალბათ რაღაც ინტუიციურად უნდა იცოდეს კალამი ხელში რატომ აიღო. ვერასდროს ვერ იპოვის პასუხს ზუსტად რატომ აიღო და რას ნიშნავს ეს. მაგრამ ინტუიციურად უნდა იცოდეს საით მიყავს ამ კალამს იგი და ადამიანს შეუძლია ყველაფერი გააკეთილშობილოს. ადამიანს ყველაფერი შეუძლია რომ წაბილწოს. რადგან ადამიანი ამ სამყაროს ღმერთი და მეფეა, მასში არის ეგ ხელმწიფება, ღმერთმა ეგ ხელმწიფება მასში ჩადო. ამიტომ კალამი იმ თავითვე ამაღლებულია და მეტად ვეღარ გააკეთილშობილებ, რადგან ბუნებაში ვეკეთილშობილია, რამდენადაც ფაქიზია და რამდენადაც მშვენიერია და რამდენადაც ღვთისმსახურება. ამიტომ მინიმუმამდე არის დაყვანილი მისი მოვალეობა, რომ არ უნდა წაბილწოს. თუ ადამიანი ძალად არ წაბილწავს პოეზიას, პოეზია პირიქით გააკეთილშობილებს თვითონ ავტორს. ადამიანს, რომელიც პოეზიას თითქოს ემსახურება, რადგან ეს მარადიული კითხვა, ადამიანი ემსახურება პოეზიას თუ პოეზია ემსახურება ადამიანს. ეს აიდანაც დავიწყეთ, შეგვიძლია იქ დავბრუნდეთ დასასრულს. ჩვენ ვისაუბრეთ ღმერთი რომ ქმნიდა სამყაროს, რამდენად პოეზია იყო ეს ყველაფერი თვით აქტშივე. და როცა უკვე განსრულებულ და მშვენიერ სამყაროში ადამიანი შემოვიდა, მან მოიწყინა, თავისნაირი მოითხოვა და ღმერთმა თავისნაირად შეუქმნა. პირველი კმაყოფილი სიტყვა. ადამი გაჩნდა თუ არა უკმაყოფილო იყო, მაგრამ როცა ევაიხილა
მაშინვე კმაყოფილი გახდა. და როცა ადამიანი უკვე ბედნიერი იყო, ბედნიერი იყო, ასეთი სტროფი აღმოხდა. ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. სამყაროში ეს განიხილება პირველ ლექსად. შესაბამისად პირველი ლექსი მაშინ დაიწერა, როცა ადამიანი ბედნიერი იყო. და მაშინ მომწიფდა მის თავში, როცა ბედნიერებას ეძებდა. ამიტომაც სამყაროში ბევრი ლექსი უნდა დაიწეროს, რომ კარგად ჩანდეს ეს პროცესები, უბედური ადამიანი როგორ გაბედნიერდა. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პარადისობასთან წილნაყარობით შეიძლება მოხდეს. Thank you.